გამარჯობა, დღეს მინდა ვისაუბრო იმაზე, რაც ყველა გინეკოლოგისთვის საფუძველია, ეს არის რეპროდუქციული ციკლის ფაზები, ჰორმონების მოქმედება და ასე შემდეგ. ეს მექანიზმები თუ სწორად გაიგეთ, შეძლებთ გაარჩიოთ ნორმა და პათოლოგია, მართოთ ან ოვულატორული ციკლები და გაიგოთ კონტრაცეპტივების მოქმედება. დავიწყოთ ფუნდამენტიდან. მენარქე ხდება დაახლოებით 12-13 წლის ასაკში, როდესაც პირველი მენსტრუალური ციკლი იწყება. ეს არის რეპროდუქციული წლების დაწყების დრო, თუმცა ამ დროს ციკლები ანოვულატორულია და როგორც კი ციკლი 2-3 წლის განმავლობაში რეგულარული გახდება, იწყება რეპროდუქციული წლები დაახლოებით 15 წლიდან საშუალოდ 50 წლამდე. ამ პერიოდში ვითარდება დაახლოებით 360 ციკლი, რაც უზრუნველყოფს ამ რეპროდუქციულ პოტენციალს და მენოპაუზა არის ის ეტაპი, რომელიც საშუალოდ 50-52 წლის ასაკში იდგება, თუმცა ინდივიდუალურად შეიძლება მერყეობდეს 45-55 წლის ფარგლებში. ამ დროს საკვერცხელში აქტიური ფოლიკულები ფუნქციურად აღარ არსებობს. მენოპაუზა რეპროდუქციული პოტენციალის დასასრულს ნიშნავს. ახლა კი ვისაუბროთ ციკლის შესახებ. ციკლს სხვადასხვა მხრიდან შეიძლება შევხედოთ, შეიძლება განვიხილოთ გონადოტროპინების მიხედვით, ფოლიკულომასტიმულირებელი და მალუთეინიზირებელი ჰორმონის მიხედვით, საკვერცხლის სტეროიდების მიხედვით, ესტრადიოლი და პროგესტერონი იგულისხმება, ფოლიკულის მიხედვით, ანუ ყვითელი სხეულის წარმოქმნის მიხედვით და თვითონ ენდომეტრიუმის შრეების წარმოქმნის მიხედვით. დავიწყოთ ენდომეტრიუმიდან. მოკლედ, ენდომეტრიუმს აქვს ორი შრე. აქვს ბაზალური ზონა, რომელიც ყოველთვის არსებობს და აქ იწყება რეგენერაცია, თქვენ ამ ზონას ხედავთ სურათზე. და აქვს ფუნქციონალური ზონა. ეს არის ზედაპირული ფენა, რომელიც ყოველი მენსტრუაციის დროს ჩამოიფრხება, როცა პროგესტერონის დონე ეცემა. ამ დროს ხდება სპირალური არტერიების სპაზმი, პროსტაგლანდინების გამოყოფა, ნეკროზი და საბოლოოდ ეს ფუნქციონალური შრე ჩამოიშლება. 28 დღიანი ციკლის მაგალითზე რო განვიხილოთ, მენსტრუალური ციკლი, რომ იწყება, გვაქვს მენსტრუალური ფაზა, რომელიც 3-დან 7 დღემდე შეიძლება გაგრძელდეს. შემდეგ ამას მოყვება პროლიფერაციული ფაზა, რომელიც მიმდინარეობს ესტროგენის დომინირებით, ანუ ესტროგენის ზეგავლენით ენდომეტრიუმი იზრდება, რასაც მოყვება ოვულაცია. ოვულაციის დროს, როგორც ვიცით, ყვითელი სხეული წარმოიქმნება, ყვითელი სხეული წარმოქმნის პროგესტერონს, რასაც ენდომეტრიუმის სეკრეტორულ ფაზაში გადაყავს და აქ უნდა ითქვას, რომ პრეოვულატორული ფაზის ხანგრძლივობა თუ 7-დან 21 დღემდე შეიძლება მერყეობდეს, სეკრეტორული ფაზა არის ფიქსირებული და არის 14 დღე. ეს დამოკიდებულია ყვითელი სხეულის არსებობის ხანგრძლივობაზე ეს ფაზა. ახლა კი ვისაუბროთ იმ ჰორმონებზე, რომლებიც არეგულირებენ ციკლს. ჰიპოთალამუსი გამოიმუშავებს გონადოტროპინ releasing hormones, რომელიც მოქმედებს წინა ჰიპოფიზზე, ანუ ადენოჰიპოფიზზე. ეს კი ასტიმულირებს FSH-ის გამოყოფას. FSH-ი უშუალოდ მოქმედებს საკვერცხლის ფოლიკულებზე, რომელთა სტიმულირებით ფოლიკულები გამოიმუშავენ ესტროგენს. ესტროგენი არის სისტემური ჰორმონი და ბევრ ორგანოუჯრედულ პროცესზე ახდენს ზეგავლენას. საკვერცხლის ფოლიკულები ასევე გამოიმუშავებენ ინჰიბინს, რომელიც ჰორმონულად უკავშირს აყარებს ადენოჰიპოფიზთან და ამცირებს FSH-ის გამომუშავებას. ამრიგად, ორი ჰორმონი, ინჰიბინი და ესტროგენი, ახდენს უკავშირს ადენოჰიპოფიზზე და არეგულირებს FSH-ის დონეს. მენოპაუზის შემდეგ ინჰიბინი აღარ გამომუშავდება, რადგან აქტიური ფოლიკულები აღარ არსებობს, ესტროგენიც მცირდება, რის შედეგადაც FSH-ის დონე მატულობს. როდესაც ესტროგენი მინიმუმ 17 საათის განმავლობაში გამომუშავდება, ენდომეტრიუმი პასუხობს პროლიფერაციით, მაღალი ესტროგენის სტიმულაციისას ხდება LH-ის პიკური გამოყოფა ადენოჰიპოფიზიდან პულსური რეჟიმით, რაც იწვევს ოვულაციას. ოვულაციის ადგილას კი ყალიბდება ყვითელი სხეული, რომელიც გამოიმუშავებს პროგესტერონს. პროგესტერონი მოქმედებს ენდომეტრიუმზე, იწვევს სეკრეტორულ ცვლილებებს და ქმნის
ზოგადად პირობებს იმპლანტაციისთვის. თუ არ ხდება ორსულობა და არ გამომუშავდება ქორიონალური გონადოტროპინი, ყვითელი სხეული წყვეტს მუშაობას და აღარ გამოიმუშავებს პროგესტერონს. პროგესტერონის დონის ვარდნისას იწყება სპირალური არტერიების სპაზმი, ვითარდება ნეკროზი, გამოიყოფა პროსტაგლანდინები, რაც საბოლოო ჯამში იწვევს მენსტრუაციას. როგორც ხედავთ, ბევრი ჰორმონი იღებს მენსტრუალური ციკლის რეგულირებაში მონაწილეობას, შეიძლება პრობლემა წარმოიქმნას ან გონადოტროპინების დონეზე, LH-ის, FSH-ის, ესტროგენის, პროგესტერონის და ასე შემდეგ. კიდევ შეიძლება გავშალოთ შემდგომში ეს თემები. ახლა ვისაუბრებთ გონადოტროპინებზე. ციკლის პირველ ფაზაში, ფოლიკულურ ფაზაში, დომინირებს FSH-ი, დასაწყისში FSH-ი იზრდება, შემდეგ ნელ-ნელა იკლებს, ხოლო გვიან ფოლიკულურ ფაზაში ისევ იზრდებს. სადღაც ციკლის შუაში აღინიშნება LH-ის პიკი 28 დღიან ციკლში დაახლოებით 14 დღეს. ეს პიკი აუცილებელია ოვულაციისა და ყვითელი სხეულის წარმოქმნისთვის. ციკლის მეორე ნახევარი არის ლუთეინური ფაზა და ის უკვე LH-ის გავლენის ქვეშაა. ასე გამოიყურება ამავე ჰორმონის მოქმედება. ვიდეოს რომ წერდი ძალიან გაციებული ვიყავი, ახლა კი გავაგრძელოთ, უკეთესად გვრცნობ თავს. საკვერცხის სტეროიდები 28 დღიანი ციკლის პირველ ნახევარში დომინირებს, ანუ ფოლიკული და წარმოიქმნება ესტროგენი, ხოლო ციკლის მეორე ნახევარში გვაქვს უკვე ყვითელი სხეული, რომელიც გამოყოფს პროგესტერონს, ანუ ესტროგენი და პროგესტერონი იმას ვხედავთ დიაგრამაზე, აქ მოქმედების პიკებს, ანუ პირველ ფაზაში ესტროგენი, მეორე ფაზაში პროგესტერონი. ეხლა საკვერცხის სტრუქტურაზე გადავიდეთ. პირველ ფაზაში დომინანტურია ფოლიკული, ხოლო მეორე ფაზაში წარმოიქმნება ყვითელი სხეული, რომელიც წარმოქმნის პროგესტერონს. ფოლიკულს აქვს ორი შრე და შემდეგ სლაიდზე ვნახოთ. შიდა შრე არის გრანულოზური უჯრედები, გარეშე არის თეკა უჯრედები. თეკა უჯრედები LH-ის ზემოქმედებით წარმოქმნიან ანდროგენებს, რომლებიც დიფუზიით გადადიან გრანულოზურ უჯრედებში. გრანულოზური უჯრედები კი FSH-ის მოქმედებით ახდენენ ესტროგენის სინთეზს. ყველა ესტროგენი წარმოიქმნება ანდროგენებისაგან და ამ გარდაქმნაში მთავარი როლი აქვს ფერმენტ არომატაზას, რომელიც ანდროგენებს ესტროგენად გარდაქმნის. პროლიფერაციულ ფაზაში, ანუ ფოლიკულურ ფაზაში, დომინანტური ჰორმონი არის ესტროგენი. უნდა გახსოვდეთ, რომ ესტროგენი ასტიმულირებს ზოგადად ენდომეტრიუმის ზრდას, თუმცა ეს უჯრედები სტრუქტურულად არასტაბილურია. ანუ ენდომეტრიუმი ჰისტოლოგიურად სამფენიანია, მხოლოდ პროგესტერონის დამატებით ხდება, ანუ სრული სტაბილიზაცია. ნორმაში ციკლის მეორე ფაზაში ყვითელი სხეული გამოიმუშავებს პროგესტერონს, რასაც გადაყავს ენდომეტრიუმის სეკრეტორულ ფაზაში. ანუ, როდესაც გვაქვს ანოვულატორული ციკლი, პროგესტინის დანიშვნა ხელს უშლის არარეგულარულ სისხლდებას. თუ ორსულობა არ დგება, ყვითელი სხეული იწყებს ინვოლუციას პროგესტერონის დონის დაცემასთან ერთად და იწყება სპირალური არტერიების სპაზმი, გამოიყოფა პროსტაგლანდინები, ვითარდება ნეკროზი და ენდომეტრიუმი ჩამოიბრწყნება. პროსტაგლანდინების გამოყოფა ასევე ასტიმულირებს მიომეტრიუმის გლუვი კუნთების კონსტრიქციას, რის შედეგადაც ჩნდება მენსტრუალური კრამპები. ანოვულაციის შემთხვევაში, როგორც წესი, კრამპები ნაკლებად ან საერთოდ არ აღინიშნება, რადგან პროსტაგლანდინების გამოყოფა მინიმალურია. ეხლა შემდეგი სურათი ვნახოთ. ეს სურათი გვიჩვენებს, თუ რა ხდება ესტროგენ დომინანტურ ენდომეტრიუმში. ანუ ის არასტაბილური ხდება უყურეთ, ნელ-ნელა ხდება მისი ჰიპერპლაზია და შესაბამისად სისხლდენა წინასწარ განუსაზღვრელი ხდება. შეიძლება განსხვავდებოდეს ხანგრძლივობით, რაოდენობით, სიხშირით და ეს არის ანოვულატორული ესტროგენ დომინანტური ენდომეტრიუმის ნიშანი. და აი ეს ამ სურათზე კიდევ ხედავთ, რა ხდება ენდომეტრიუმში, როდესაც ვაძლევთ პაციენტს პროგესტინს.
ყველაზე ხშირად გამოიყენება მედოქსიპროგესტერონი, ახლა ამ სურათზე მედროქსიპროგესტერონ აცეტატი გამოყენების მექანიზმის შედეგად, როგორც ხედავთ, ენდომეტრიუმი ნელ-ნელა სტაბილურდება 7 დღიანი კურსის შემდეგ და როდესაც პროგესტინის მიღებას ვწყვეტ, ვითარდება ჩვეულებრივი ხანმოკლე სისხლდენა, რადგან ხდება სპირალური არტერიების ვაზოკონსტრიქცია. შედეგად ენდომეტრიუმი ხდება ისეთი, როგორც ნორმაში უნდა იყოს. ეს კი გვერდ-გვერდ არის ახლა ეს სურათები. პროგესტინის მიღების შემდეგ ეს ჰიპერპლაზიური ენდომეტრიუმი ფაქტურად ნორმას უბრუნდება. რომ შევაჯამოთ, ზემოთ გვაქვს გონადოტროპინები, ქვემოთ სტეროიდები, ესტროგენი და პროგესტერონი, ეს არის ციკლის პირველი ნახევარი აქეთ მხარეს. პირველ რიგში მინდა ხაზი გავუსვა, რომ ციკლის პირველი ფაზა ორ ნაწილად იყოფა. პირველ ნახევარში მრავალი ფოლიკულის აქტივაცია ხდება იმ რაოდენობით, რამდენიც აქვს ახალგაზრდა ქალს, ხოლო როცა ქალი რეპროდუქციული ასაკის ბოლოსკენ მიდის და ფოლიკულების რაოდენობა იკლებს, ეს პერიოდი კიდევ უფრო მცირდება. და ტიპიურად მხოლოდ ერთი ფოლიკულია, რომელიც ხდება დომინანტური და მეორე ნახევარში სწორედ ამ დომინანტური ფოლიკულის მომწიფება მიმდინარეობს, როგორც ვხედავთ, FSH თავდაპირველად მცირედ იმატებს და ასტიმულირებს მრავალ ფოლიკულს. როცა აირჩევა დომინანტური ფოლიკული, შეამჩნევთ როგორ ეცემა FSH-ის დონეს, იმიტომ რომ დომინანტურ ფოლიკულს აქვს FSH-ის რეცეპტორები და აღარ არის საჭირო იგივე რაოდენობის ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონი, რომ გაგრძელდეს სტიმულაცია. კიდევ ერთხელ რომ შევაჯამოთ ახლა უკვე შემდეგ დიაგრამაზე. თავდაპირველად გვაქვს FSH-ის მზარდი დონე. FSH ასტიმულირებს ფოლიკულებს, რათა გამოიმუშაონ ესტრადიოლი და როგორც ხედავთ, ესტრადიოლის დონე იზრდება. მწვანე ხაზს უყურეთ. LH-ის დონე კი საკმაოდ სტაბილურია ციკლის პირველ ნახევარში. მიუხედავად იმისა, რომ FSH-ის დონე ეცემა, ესტრადიოლი მაინც იზრდება. შეიძლება გაჩნდეს კითხვა, თუ FSH-ი ეცემა, რატომ იზრდება ესტრადიოლი? მიზეზი ის არის, რომ ახლა გვაქვს დომინანტური ფოლიკული, რომელსაც აქვს როგორც FSH-ის რეცეპტორები, ასევე მაღალი უნარი ესტროგენის გამომუშავებისთვის. როგორც ხედავთ, ესტროგენის დონე იზრდება, რაც აუცილებელია შემდეგ უკვე LH-ის მალუთეინიზირებელი ჰორმონის პიკური გამოყოფისთვის. თუ ესტროგენის დონე აწეულია, მაგრამ ტონურია და არ იცვლება, ოვულაცია არ მოხდება. სწორედ ეს ხდება პოლიკისტოზური საკვერცხის სინდრომის დროს. ანუ გვაქვს ესტრადიოლის მზარდი დონე. თუ ეს ზრდა გაგრძელდება 48 საათიდან 72 საათამდე, რა მოვა LH-ს? გვექნება LH-ის პიკური გადმოსროლა, ეს არის ესტრადიოლის ზრდის ანარეკლი. LH-ის პიკური გამოყოფა საბოლოოდ დასრულდება ოვულაციით. შემდეგ ოვულაციის შედეგად წარმოიქმნება ყვითელი სხეული, ანუ ხდება LH-ის პიკური გამოყოფა, მერე ოვულაცია, ყვითელი სხეულის წარმოქმნა, რომელიც მერე გამოიმუშავებს პროგესტერონს. იასამნისფერი ხაზი პროგესტერონის ზრდას ვხედავთ მეორე ფაზაში. შემდეგ რა ხდება პროგესტერონის დონესთან, როგორც ხედავთ, იზრდება და მერე ყვითელი სხეული ხედება და კითხულობს, არის ორსულობა, საჭიროა პროგესტერონის გამომშავების გაგრძელება, თუ ორსულობა არ არის და ბეტა-ქორიონალური გონადოტროპინი არ გამოჩნდა ოვულაციიდან 7 დღის შემდეგ, ყვითელი სხეული იწყებს რეგრესს, პროგესტერონის დონე შემდეგ უკვე ეცემა და როცა ისახწევს კრიტიკულ დონეს, ხდება სპირალური არტერიების სპაზმი, ნეკროზი, იმპულსი, პროსტაგლანდინების გამოყოფა და ასე იწყება მენსტრუაცია. ეს არის ვიდეო ლექსიის დასრულდა. ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის.